Nowadays, digital technologies are playing an important and increasing role in improving population's health. Our project on telemedicine has explored all those opportunities offered by digital technologies to take maximum advantage of them in the context of Georgia. This initiative, supported by European Union and implemented by 4 UN partner agencies, WHO, UNOPS, UNICEF and UNFPA, has started 4 years ago. First of all, we developed a very solid model for telemedicine services tailored specifically for Georgia. Our initial aim was to strengthen primary health care and improving equity in accessing health services for people in rural, remote areas. Together with our partners in UNOPS, we developed technical specifications for equipment, and all that equipment has been procured and distributed to 60 rural ambulatories, and also the telecare platform was procured and put in place. As WHO, we were focusing specifically on management of chronic diseases. In addition, our partners in UNICEF and UNFPA, they focused on early childhood development services and reproductive health services. All the health workers in those rural ambulatories got the necessary training, both in using of this equipment and also in management of those diseases. Telemedicina's გახლავთ მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც გულისხმობს პაციენტისთვის დისტანციური სერვისების ძალიან სწრაფად, ეფექტურად მოსახერხებლად მიწოდებას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის შემთხვევაში. პროექტით შემოთავაზებული ოფთალმოსკოპიური, ოტორინოლარინგოლოგიური, დერმატოსკოპიული, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევის მეთოდების გამოყენებით საშუალება ეძლევა პაციენტებს ადგილზე მიიღოს ის მომსახურება, რასაც ეს მიმართულებას თავაზობს მას, მაგალითად ადგილზე მოხდეს რომელიმე ნებისმიერ ჯანდაცვის პროფესიონალთან პაციენტის, ჩვენი ოჯახის ექიმების და საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის სხვა პროფესიონალების დისტანციური კონსულტაცია, ანუ ამბულატორიიდან გაუსვლელად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც განსაკუთრებით არსებობს გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა. ტელემედიცინა მნიშვნელოვანია ისეთი სერიოზული და მძიმე პათოლოგიების დროულად გამოვლენის, როგორიც არის მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, გულსიზრახთა სისტემის სხვა დაავადებები, რომელთა არსებობა შეიძლება პაციენტისთვის არ იყოს ცნობილი და სწორედ ამ სკრინინგული ინსტრუმენტების გამოყენებით და ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით შესაძლებელი გახდება პრობლემის ადგილზე დისტანციურად დროულად გამოვლენა. აჭარის რეგიონში მიმდინარეობს ტელემედიცინის საპილოტო პროექტი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში. ეს გახლავთ ორსულებისთვის ალტერნატიული დისტანციური ონლაინ ვიზიტების შეთავაზება და ექსპერტთა ხაბი. ორსულთა დისტანციური კონსულტირება გულისხმობს არსებული სახელმწიფო ანტენატალური ვიზიტებიდან 2-ის, მე-5 და მე-7 ვიზიტების დისტანციური ჩატარების შესაძლებლობას. აქ ხდება პაციენტის განათლება, ასე ვთქვათ, სწავლება, როგორ გაისიჯოს არტერიული წნევა, როგორ განსაზღვროს შარდში ცილა სპეციალური ტესტ-ჭრილების საშუალებით, როგორ გაიზომოს საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე და ამას უკვე შემდგომში მიმდინარე ონლაინ ვიზიტის დროს ახორციელებს ექიმის დისტანციური მეთვალყურეობის ფონზე. გარდა დისტანციური კონსულტირებისა, ასევე ტელემედიცინის საშუალებით პაციენტმა დღესდღეობით შესაძლებელია მიიღოს იმ რესურსებთან ცდომა, რომელიც მას ორსულობის მანძილზე შეიძლება დასჭირდეს და მაგალითად ეს არის მშობელთა სკოლის მოდულები. დღესდღეობით შესაძლებელია და გვაქვს ამისი პრეცედენტები, რომ პაციენტი ვერ ახერხებს უშუალოდ მშობელთა სკოლის ლოკაციაზე მისვას, რომელიც ხშირად კლინიკებშია განთავსებული და მას შეუძლია ონლაინ დისტანციურად ჩაერთოს და მიიღოს ის ინფორმაცია, მონაწილეობა მიიღოს მშობელთა სკოლის ამ წრეებში, საქმიანობაში, მიიღოს ინფორმაცია, რაც მას სჭირდება ორსულობის პერიოდში და პრაქტიკულად მთელი ეს მშობელთა სკოლის სემინარის ეს კურსი გაიაროს ონლაინ.
ნულიდან ლექციამდე ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარების ზედამხედველობის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველადი ჯანდაცვისათვის. იყო შესაბამისი ინტერვენციები, მაგალითად შეეძლო სოფლის ექიმს ონლაინ კონსულტაციის მეშვეობით ჩაერთო თავისი აღმოჩენილი პაციენტი კონსულტაციაზე ნებისმიერ ცნობილ ფსიქოლოგთან, ნევროპათოლოგთან, განვითარების სპეციალისტთან და მომხდარიყო პაციენტის კონსულტირება საკმაოდ მაღალ დონეზე. ჩვენს სოფელში ჯუგაანში ბავშვების, განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებელი ბავშვების ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისთვის დავნერგეთ ტელემედიცინა. რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდა სამედიცინო სერვისების დისტანციურად მიწოდება. თუ ბავშვი განვითარების შეფერხების ნიშნებს ავლენს, ამ დროს აუცილებელია ჩვენი მხარდაჭერა იყოს დროული და ჯეროვანი. სპეციალური ონლაინ სესიების დროს ექიმები უკავშირდებიან კონკრეტულად ექსპერტთა ჯგუფს გამოყოფილი რთული რეალური შემთხვევებით, რის საფუძველზეც იღებენ ექსპერტთა რჩევებს. მათ შორის პედიატრებისგან, ლოგოპედებისგან და სხვა პროფილის ექიმებისგან. აღნიშნული ექსპერტები ერთად მუშაობენ მკაფიო და პრაქტიკულ რეკომენდაციებზე. გაიმართა უფასო ონლაინ სესიები მშობლებისთვის, სადაც განხილული იყო ყოველდღიურ რუტინაში მნიშვნელოვანი თემები მშობლებისთვის. What is even more important in my view is that the project has supported the development of very important frameworks to support development of such services in the future and to ensure their sustainability. The project supported the revision and development of the necessary legal and regulatory frameworks for telemedicine in Georgia, revised the whole health information system of Georgia, and an action plan for its improvement was also developed. The project put in place operational standards and clinical guidelines for health workers. We also provided specific recommendation for the payment new telemedicine services. And finally, the project ended up with developing a draft of the National Digital Health Strategy, which is a kind of longer-term vision for telemedicine and digital health in Georgia. So what we have in place, we have the model which is functioning now, fully functioning in all these 60 rural ambulatories, and we can see that the uptake of services is continuously increasing. Also, the spectrum of services provided through telemedicine can also be broadened. We can think about TB treatment providing through telecare or about management of specific mental health conditions. And finally, this model developed in Georgia can also be replicated in other countries. And we are happy to share with them our knowledge and experience in this regard.